ქალაქს გააჩნია თავისი დღესასწაული და მათ შორის ქუთაისაც, მით უმეტეს ქუთაისის 3500 წლოვანი ისტორიაც განაპირობებს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა გვქონოდა ერთი კარგი დღესასწაული და მართლაც ეს დღესასწაული, რომელიც ქუთაის ქალაქობის სახელით არის ცნობილი, ზოგი მას ორმაისობას უწოდებს, ზოგი გვირილობას უწოდებს. აი ეს დღესასწაული მართლაც ემთხვევა გაზაფხულის საუკეთესო თვეს მაისს. მაისი ქუთაისში არის განსაკუთრებული. ვინც იცის ქუთაისი და ვისაც უმოგზაურია ქუთაისის სხვადასხვა ქუჩებში, აუცილებლად შეამჩნევს იმას, რომ ნებისმიერ სახლში აუცილებლად ყვავის მაისის ვარდები. ამიტომ კიდევ ქუთაის მეორენაირად სავარდოს და სამაისოს ეძახიან. მთელი ვარდის სურნელი, ტყემლის ყვავილების სურნელი, ატმის ყვავილის სურნელი, აბსოლუტურად ყველა ოჯახიდან მოდის. ქუთაისის ეს დღესასწაული, ქუთაის ქალაქობა 1980-იანი წლებიდან იზეიმება ქუთაისში. ამ დღეს მართლაც ყველა ოჯახი გარეთ არის გამოსული ბავშვებიანად, მოზრდილებიანად, მოხუცებიანად. ყველა ხალისი დადის ქალაქის ქუჩებში, განსაკუთრებით ჩვენ სათაყვანებელ ქალაქის ბულვარში და ზეიმობს აი ამ დიდ დღესასწაულს ჩვენი ქალაქისათვის. ქუთაის ქალაქობა ანუ ორმაისობა მუხნარის ტყე-პარკში არის უფრო მეტად გაშლილი, ესე რომ ვთქვათ, იქ სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. აი ამ ღონისძიებებში მარტო ქალაქის, არამედ მთელი ახლო-მახლო რაიონებიდან მონაწილეობენ ადამიანები და ცდილობენ, რომ ეს დღე გაუხალისონ როგორც პატარებს, ისე დიდებს, ისე მოხუცებს და აი ამ დღეს ადამიანებს დაავიწყდეს ყოველდღიური თავიანთი საფიქრალი და ყველა იყოს აღფრთოვანებული აი ამ დღესასწაულით. რაც შეეხება ეხლა გვირილობის დღესასწაულს, რომელიც რატომღაც მიაბეს ამ ქუთაის ქალაქობას და სინამდვილეში ეს ასე არ უნდა იყოს, იმიტომ რომ გვირილობა სულ სხვა ფენომენი არის, არ არის ეს წმინდა ქუთაისური დღესასწაული. ეს დღესასწაული პირველად შვეციაში 1908 წელს შვეციაში ჩაეყარა ამ დღესასწაულს საფუძველი, შემდეგ ის რუსეთის იმპერიაში გავრცელდა და იზეიმებოდა ყველა საგუბერნიო ქალაქში. უпростоრად ზეიმობას ვერ ვიტყვით, იმიტომ რომ ეს იყო ტუბერკულოზთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. და ქუთაისში პირველი გვირილობა 1912 წელს გაიმართა. ჩვენ წინა პერიოდის ცნობები არ აგვაქვს, იმიტომ რომ ქუთაისში 1910 წლიდან არსდება პირველი გაზეთები, ყოველდღიური სალიტერატურო, საპოლიტიკო გაზეთები და აი ამ გაზეთებში გვხვდება პირველი ცნობები გვირილობის შესახებ, რომელიც პირდაპირ ასე წერია, ის იყო ჭლექთან ბრძოლის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიება. აი ამ ღონისძიებას სათავეში უდგა იმხანად ქუთაისის გუბერნატორი სლავოჩინსკი, ყოვლად უსამღვდელოესი გიორგი და გარდა ამისა ძირითადად მასში გაერთიანებული იყვნენ აი კომიტეტში, რომელიც ამ დღესასწაულს ზეიმობდა, გაერთიანებული იყვნენ ქუთაისელი ექიმები. და აი მათი ხელმძღვანელობით და მათ შორის რამოდენიმე ქალბატონიც იყო გაერთიანებული, მათი ხელმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი სწორედ ამ პირველ დღესასწაულს. აი ამ დღესასწაულს ქალებიდან სათავეში ედგა 3 ქალბატონი. ქუთაისი გაყოფილი იყო ამ დროს 3 ნაწილად. პირველი იყო სილა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი მიქელაძე, მეორე იყო შუა ქალაქი, რომელსაც ხელმძღვანელობდა ქალბატონი ხეჩინაშვილი და მესამე იყო ზემო ქალაქი რიონის სადგურითურთ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ანჯაფარიძე. და აი ამ 3 ქალბატონის ხელმძღვანელობით ტარდებოდა ეს გვირილობის დღესასწაული, რომელსაც ჰქონდა 2 მიზანი. ერთი მთავარი მიზანი იყო ის, რომ
მათ შეეგროვებინათ საქველმოქმედო თანხა და ეს თანხა უნდა გადარიცხულიყო შემდეგ ჭლექთან მებრძოლ საზოგადოებაში, რადგანაც ამ საზოგადოებას მიზნად ჰქონდა აბასთუმანში დიდი სანატორიუმის აშენება. და მეორე მიზანი იყო ის, რომ ხალხს მასიურად ურიგდებოდათ პატარა ბუკლეტები, სადაც საუბარი იყო ტუბერკულოზის შესახებ, მისი გამოვლენა ადრეულ სტადიებზე როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო და გარდა ამისა პროფილაქტიკა როგორ შეიძლებოდა განხორციელებულიყო. ქუთაისში გვირილობის დღესასწაული გაიმართა 1912-ში, 13-ში, 14-ში და 15-ში. სამწუხაროდ შემდეგ ეს დღესასწაული არ გამართულა, იმიტომ რომ როდესაც დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და კავკასიის ფრონტზე მდგომარეობა გაუარეს და აღარავის აღარ ეცალა ამ გვირილობისთვის, ამას შემდეგ დაემატა ჯერ თებერვლის რევოლუცია, მერე ოქტომბრის რევოლუცია და ასე რომ აი ეს დღესასწაული ჩაქრა, ასე რომ ვთქვა და სწორედ აი 2000-იანი წლების დასაწყისში ქუთაისის ქალთა ნაწილმა გადაწყვიტა, რომ ეს დღესასწაული აღედგინა. დღეისათვის ეს არის ერთ-ერთი ულამაზესი დღესასწაული, რომელიც ჩართული არის ქუთაის ქალაქობის დღესასწაულის შემადგენლობაში და მას აქვს, არა აქვს ახლა ისეთი დანიშნულება, რაც ჰქონდა, მაგრამ დღეს უკვე ის მიმართული არის როგორც ნარკოტიკების ბრძოლის წინააღმდეგ, მიმართული არის ქალთა ძალადობის წინააღმდეგ და ნამდვილად მივესალმები აი ამ ფაქტს. თქვენ დამისვით კითხვა, რას ნიშნავს იყო ქუთაისელი. როგორ გითხრათ, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა იყო ქუთაისელი. მე თვითონ დედის მხრიდან ვარ მეხუთე თაობის ქუთაისელი და შემიძლია ნამდვილად ვთქვა, რომ მე ვარ ნამდვილად ქუთაისელი. და აი ქუთაისლობა და სიმართლე გითხრათ, მე უფრო ტერმინი მომწონს ქუთათურობა, ვიდრე ქუთაისელობა, იმიტომ რომ ეს ტერმინი ქუთათურობა გიორგი ლეონიძის მიერ არის დამკვიდრებული და ძალიან ლამაზია გამოსათქმელათაც. და მე ვისურვებდი, რომ თითოეულ ქუთაისელს თავისი თავი ქუთათურად აღექვას. და აი მართლაც ქუთაისლობა, ქუთათურობა არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იმ კუთხით, რომ პირველ რიგში უნდა გიყვარდეს, უნდა გტკიოდეს შენი ქალაქი და უნდა ცდილობდე, რომ რაღაც ერთი აგური ყოველდღე დადო შენი ქალაქისთვის, რომ შენი ქალაქი გახდეს უფრო კარგი, უფრო უკეთესი, უფრო საინტერესო, უფრო შემოქმედებითი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა განსხვავებას ჩემი დროის ქუთაისსა და თანამედროვე ქუთაის შორის. მე იმ ასაკის ვარ, რომ მომიწია ცხოვრება სოციალისტური საზოგადოების პერიოდში, მაგრამ ამას არ შეუშლია ხელი არც ჩემთვის და არც ჩემი დროინდელი ახალგაზრდებისთვის და სტუდენტებისთვის, რომ ეკეთებინათ ყველა ისეთი საქმე, რომელიც წაადგებოდა ჩვენს ქალაქს. ჩვენს დროს ქუთაისი გაცილებით უფრო ცოცხალი ქალაქი იყო. ყველასათვის ცნობილია, რომ მოსახლეობის დიდი გადინება არა მარტო ქუთაისიდან, არამედ ყველა პერიფერიული ქალაქიდან და ქუთაისი დღეს თმობს თავის მეორე ქალაქობის პოზიციას, მაგრამ არასოდეს არ დაიმცროვა ისე ქუთაისი, რომ თავისი სიტყვა არ თქვა საქართველოს ისტორიაში და აი ჩემი პერიოდის ქუთაისი მართლაც იყო ძალიან გულღია, გულთბილი, იყო დატვირთული ემოციებით, ადამიანებს სახეები უღიმოდათ, ადამიანებს უყვარდათ ერთმანეთი, რაც სამწუხარო დღეს ძალიან გვაკლია ჩვენ არა მარტო ქუთაისში, არამედ ყველგან საქართველოში და მთელს მსოფლიოშიც და აი ვისურვებდი, რომ ქუთაისი იყოს ისეთი ცოცხალი, ისეთი სიცოცხლის უნარიანი, როგორ თქვა მიჭირს ახლა, მაგრამ აი ისეთი ცოცხალი, საყვარელი და თავისი ქალაქის ერთგული, როგორც ის იყო, აი მე-20 საუკუნის 70-იან 80-იან წლებში. თითოეულ ქუთაისელს ვილოცავ, აი ქუთაის ქალაქობას, მინდა რომ სულ ყველა სახეზე უყურებდეს სულ ღიმილს, მინდა რომ ყველა ოჯახებით იყვნენ ბედნიერები, ჯანმრთელები, ემიგრანტები რომ დაბრუნებულიყვნენ თავიანთ ქალაქში
მინდა რომ ბავშვები იყვნენ გალაღებულები და ყველა ფიქრობდეს იმაზე, რომ აი დღევანდელი დღე როგორ გავატარებ და აბა დღეს მე ვის რა ვარგე.